ვისაუბრებ ნიშნულოვან საკითხზე, რომელზეც აქამდე არავის უსაუბრია, გარდა მაგალითისთვის UNICEF-ისა, რომელმაც არსებითად მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა და გახსნა დისკუსია ფაქტიურად ამ თემაზე, რომელსაც მე ახლა ვეცდები, რომ წარმოგიდგენთ. დაიწყო ეს ამბავი და პირველი პარადოქსი იყო მაშინ, როდესაც 2013 წელს საქართველოს სახელმწიფოს გამორჩა ბავშვთა უფლებები, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას ხელს აწერდა. ეს ინფორმაცია გაიგეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მათი სერიოზული ძალისხმევის შედეგია ის, რომ არა ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელიც ვერ მოხერხდა, არამედ დღის წესრიგში გაჩნდა თემები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით და სწორედ ამის მონიტორინგს ვაკეთებთ ჩვენ დღეს უკვე 2 წელიწადია. რაც შეეხება თვითონ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დასახელებულ ბავშვთა მიმართ ძალადობის თემატიკას. ძალადობა ძალიან ზოგადია, ისევე როგორც ჩვენთან ზოგადად რეგულირებული, მაგრამ მე დღეს თქვენს ყურადღებად უფრო კონკრეტულ თემებზე გავაჩერებ და ეს არის სხეულებრივი დასჯა. წლების განმავლობაში ჩვენს სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებს, როცა უსაუბრდნენ შეკითხვას, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები, არის თუ არა დასჯადი საქართველოში სხეულებრივი დასჯა, პასუხი იყო დიახ. და ეს პასუხი იყო შეცდომა. იმიტომ რომ საქართველოში სხეულებრივი დასჯა არის დასაშვები. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ეს თქვა და ამას შეიძლება უწოდოთ სწორედ ის, რაც ჩვენ დავაქვით ჩვენს დოკუმენტს, ეს არის მთავრობის კომპრომისი ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ძნელად წარმოსადგენია ალბათ ვისაუბროთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ზოგადად ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციაზე ბავშვთა უფლებების, ისე ვთქვათ, მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე. ეს ერთგვარი პარადოქსიც არის, თუმცა მოხდა ისაც მოხდა, მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის იმდენად შიხური მდგომარეობა, რომ არ შეუძლია ქვეყანას აქედან გამოსვლა და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ მონიტორინგის პროცესი. მხოლოდ ერთი მიზანი გაგვაჩნია. სახელმწიფოს დავეხმაროთ სწორად მიაგნოს იმ პრობლემებს, რომელიც უდგათ ბავშვებს საქართველოში და დაიწყოს ეფექტური მუშაობა ამ საკითხებზე. თავად სხეულებრივი დასჯა რა არის ეს? ამ დეფინიციის სწორად გაკეთება უჭირთ არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ ამ თემის ექსპერტებსაც კი. იმიტომ რომ არ არის დიდი ხანი, რაც დაიწყეს საუბარი ბავშვთა სხეულებრივ დასჯაზე, მას აქვს ისტორიული ფესვებიც კი ბევრ საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოშიც. შესაბამისად ამის იდენტიფიცირება, რომ სხეულებრივი დასჯა არის ნეგატიური რამ, ცოტა რთულია ხოლმე. სხეულებრივი დასჯა, მარტივად რო ვთქვათ, არის შემდეგი რამ. ბავშვის მიმართ ფიზიკური ტკივილის მიყენება ან დისკომფორტის შექმნა, რომელიც არის ინტენსივობით იმაზე ნაკლები, ვიდრე ფიზიკური ძალადობა. ეს დეფინიცია არის არსებითად მნიშვნელოვანი და მინდა რომ ყველა სიტყვას დააკვირდეთ, იმიტომ რომ თუ სწორად არ გავიგეთ, ანუ კავშირი ან არის მნიშვნელოვანი, რაც ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი ფიზიკური ტკივილი, თუმცა ახლავს ხოლმე და მნიშვნელოვანია ის, რომ ინტენსივობით იმაზე დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიკური ძალადობა. სწორედ ეს არის გამხსნელი, ესე ვთქვათ, სიტყვები, რომლის გამოც ჩვენ შეგვიძლია გავაკრიტიკოთ ჩვენი კანონმდებლობა და ვთქვათ, რომ ამ ტიპის ძალადობა ჩვენთან არ არის აკრძალული. ახლა გადავიდეთ საერთაშორისო რეგულაციაზე. მერვე ზოგადი კომენტარი ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ მომზადებული სწორედ ეხებოდა სხეულებრივ დასჯას, სადაც სწორედ ეს დეფინიცია მოყვანილი და მოწოდება ყველა მონაწილე სახელმწიფოსთვის, რომ ეფექტურად აკრძალონ და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ბავშვთა სხეულებრივი დასჯა აღარ იყოს პრაქტიკა საზოგადოებაში. თუმცა ახლა გადავხედოთ ჩვენ სამეზობლოში რა ხდება ამის შესახებ და დაუბრუნდებით ცოტა მოგვიანებით რა სიტუაცია გვაქვს საქართველოში. მაგალითისთვის
სომხეთი. ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც ასევე UNICEF-მა გააკეთა, აღმოჩნდა, რომ 2-დან 14 წლამდე ბავშვების 70% განიცდის სხეულებრივი დასჯას და მისგან გამოწვეულ დამაზიანებელ შედეგებს. რა ხდება აზერბაიჯანში? აზერბაიჯანში კიდევ უფრო უარესი სიტუაცია, 76% ბავშვებისა განიცდიან სხეულებრივ დასჯას და ისინი იჯებიან სხეულებრივად. სხვადასხვა მიზეზით და ამ მიზეზებს ასევე აქვს არსებითი მნიშვნელობა და აქვე დავაკონკრეტებ. მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა ადამიანს პირობითად მე ვარ დამნაშავე და მინდა ადამიანს ტკივილი მივაყენო, ვიძალადო მასზე. ჩემი სურვილი არის, რომ მე თქვენ გატკინოთ. სხეული დაგიზიანო, ან არ ვიცი, ნებისმიერ სხვა მეთოდით ტკივილი განგაცდევინოთ ფიზიკური, ძირითადად. რა ხდება სხეულებრივი დასჯის დროს? სხეულებრივი დასჯის დროს, მეგობრებო, ძირითადად სამწუხაროდ ესენი არიან მშობლები, ვინც იყენებენ ამ სასჯელებს, არიან პედაგოგები და ის ადამიანები, ვინც ურთიერთობენ ბავშვებთან. მათი მიზანი არ არის ძირითადად ტკივილის გამოწვევა. არამედ მათი მიზანია დისციპლინის დამყარება. აღზრდის ერთ-ერთ მეთოდად გამოყენება ბავშვის სხეულებრივი დასჯის. მაგალითად, წენა, კუთხეში დაყენება, გარკვეულ პოზაში დაყენება, რომელიც დისკომფორტს უქმნის ბავშვს, თავზე წამორთქმა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ რა არის მთავარი მიზანი? მიზანი არის დისციპლინა, მიზანი არის გარკვეულ შემთხვევაში რელიგიური მოტივებიც. ჩვენ ბევრჯერ გაგვიგია, რომ ბავშვი, ასე ვთქვათ, თუ გარკვეული მეთოდებით აგრესიულად არ გაზარდე, ტრად გამოგადგება და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი რაც არ უნდა დაგვაუწყდეს არასდროს არის რას ვიცავთ, როცა ვიცავთ ბავშვის სხეულებრივი დასჯისგან. ჩვენ არ ვიცავთ ბავშვის ფიზიკურ ხელშეუხებლობას, ან ბავშვის, ესე ვთქვათ, ტკივილისგან არიდებას. არამედ აპრიორი, რასაც ჩვენ ვიცავთ სხეულებრივი დასჯის დროს, ეს არის ბავშვის ღირსება. აი ეს არის ის ქვაკუთხედი, რომლის გაანალიზებაც ყველას ერთად ძალიან გვიჭირს. პირველი უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვს აქვს ღირსება. უნდა ავაღიაროთ, რომ ეს ღირსება ზუსტად ისეთია, რომელიც ჩვენს გვაქვს. აბა ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ეხლა მე ჩამოვიარო და რომელიმე თქვენგანს თავზე წამოვარცხ. რას განიცდით ამ დროს? შენ სულ გეტკინოთ, ცხადია. მაგრამ თქვენ იქნებით უაღრესად შეურაცხყოფილები, ღირსება შელახულები. აი ზუსტად ამაზე ვსაუბრობ მე ბავშვებთან მიმართებაში, რომლის აღიარება ჩვენ ძალიან გვიჭირს. ეხლა რა ხდება საქართველოს დაუბრუნდეთ? პირველი სტატისტიკა. ისევ UNICEF-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენ ძალიან დრამატულ შედეგებს ვკითხულობთ. მაგალითისთვის, გამოკითხულთა დაახლოებით 60%-მდე ამართლებს სხეულებრივ დასჯას. ისინი იყენებენ აი ესეთ მაგალითად შედარებებს. მსუბუქი ძალადობა დასაშვებია. აი მძიმე ფორმის ძალადობა კი დაუშვებელია. აი აქ არის მთავარი შეცდომა დაშვებული, იმიტომ არავინ იცის ჩვენი ახმით, ჩვენი უფროსების ახმით მსუბუქი ძალადობა რა შედეგებს მოიტანს და მოიტანს თუ არა მსუბუქ შედეგებს. ეს არის მთავარი შეკითხვა და მეორე, ვინ აფასებს მსუბუქია თუ მძიმე? ისევ ჩვენ სუბიექტური ადამიანები, რომლებიც ძალადობთ ამ ბავშვებზე. ბავშვს არ აფასებინებენ იმ მოვლენას, რომელიც მას ეხება და მას აუბედურებს. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, რომელიც ამბობს, რომ რა გავაკეთო, მეც ასე მეხცეოდნენ, სხვა როგორ აღზარდო, ძალიან რთულია ბავშვის შემთხვევაში რაღაც ქცევა ვაკონტროლო, მცირედი სხეულებრივი დასჯის გარეშე. აი ასეთ ლოგიკას აქვს ერთი მიზეზი. ამ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, რას ნიშნავს ბავშვის აღზრდა ძალადობის გარეშე. ვერც ეცოდინებათ, თუ სახელმწიფო არ იზრუნებს იმაზე, რომ თავის საზოგადოებას მიაწოდოს ლოგიკური და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორ შეგვიძლია აღზარდოთ ბავშვები ძალადობის გარეშე. ყველაზე დრამატული კი ის მაჩვენებელია, რომელიც ბავშვთა უფლებების დამცველებთანაა წარმოდგენილი. წარმოგიდგენიათ, რომ სკოლის მანდატურების 40%-ს მიაჩნია, რომ ბავშვზე სხეულებრივი დასჯა პრობლემა არ არის. წარმოგიდგენთ, რომ პედაგოგების 79%-ს მიაჩნია, რომ მსუბუქი სხეულებრივი
დასჯა მისაღებია. აი ეს არის ის დრამატული სურათი, რომელიც გვაქვს ჩვენ საქართველოში. ეხლა კი მოკლედ მოგახსენებთ კანონმდებლობის ნაწილს. სისხლის სამართლის კოდექსში არის ესეთი მუხლი, რომელიც ცემას კრძალავს, მაგრამ ჩემს მიერ დასჯა არ ექცევა ამ მუხლის ფარგლებში შემდეგი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ცემა აბეთიშა მიკროფონი. კარგი, ისე გავაგზავნე. ცემა. პირველი მიზეზი. ცემა ამ სისხლის მუხლის მიხედვით უნდა იყოს რამდენიმეჯერ ჩადენილი. ანუ განმეორებითობა ახასიათებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთხელ მომხდარი სხეულებრივი დასჯა ცხადია სცილდება უკვე ამ რეგულირების სფეროს. მეორე, ცემა ბევრი კომენტატორის მიხედვით განმარტებულია, რომ სხეულებრივ ზიანს უნდა აყენებდეს ადამიანს, ნაკაწრი და ლურჯება და ასე შემდეგ. მაშინ როდესაც მარტოდ რომ წარმოვიდგინოთ, კუთხეში დაყენებული ბავშვი ანდრო რო დგას ისე, ოღონდ შებრუნებული, როგორც წესი, აი მადლობთ ანდრო. უბრალოდ ვერ აღმოვაჩენთ დაზიანებებს, გარდა იმისა, რომ ღირსება შეელახება ამ ადამიანს. ანუ ვერ მოხდება 125 მუხლის ფარგლებში. ძალიან ბევრი რამ შემიძლია ველაპარაკო იმის შესახებ, რატომ არის არარეგულირებული სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ქმედება. მოდით შევხედოთ სისხლის სამართლის კოდექსი ფორდალებული. კარგი შეკითხვა, მაგრამ მინიმუმ მაგას რომ პასუხი გავცეთ, უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ, რომ ეს ცუდი ამბავია და მერე უნდა ვიმსჯელოთ, ეს უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი პირველივე ჯერზე, თუ უნდა იყოს ადმინისტრაციული, თუ უნდა გამოვიყენოთ სამოქალაქო შეზღუდვის მექანიზმები, როცა ვთქვათ მშობლების შემთხვევაშია და როდის შეიძლება ის სისხლის ნაწილში გადავიდეს. ეს უკვე არის დისკუსიის ნაწილი, რომელსაც ჩვენ თავაზობთ სახელმწიფოს, გაიშალოს დისკუსია ამ თემაზე. რომ გადავხედოთ სხვა კანონმდებლობას, ოჯახში ძალადობის შესახებ სპეციფიკური კანონი, რომელიც გვაქვს და გადავხედოთ სამოქალაქო კოდექსს, ერთი დათქმა აქვს ყველა რეგულაციას. სხეულებრივი დასჯა, აი ამ რეგულაციებში, რომელიც მე მოვიყვანე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კოდექსები, თავარი დათქმაა გაკეთებული. ეს დასჯადი იქნება თუ ბავშვს აყენებს ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვას. ტანჯვა არის თავარი სიტყვა, რომელიც ასევე გამორიცხავს ჩემს მიერ დასახელებულ ქმედების აკრძალვას. რომ შევაჯამოთ, თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი დეტალი წაიკითხოთ ჩვენს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც აქვე დევს, რომ შევაჯამოთ. თავარი რეკომენდაცია, რაც სახელმწიფომ უნდა მიიღოს და განახორციელოს. პირველი, უარყოს ის კომპრომისი, რომელიც დღეს აქვს ბავშვთან მიმართ ძალადობაზე. მეორე, შესაბამისად დაარეგულიროს სხვადასხვა სამართლის დისციპლინაში აღნიშნული ქმედება. მესამე, ხალხს მისცეს საშუალება მოისმინონ, გაიაზრონ და ისწავლონ, როგორ აღზარდონ ბავშვები სხეულებრივი დასჯის გარეშე, რომელიც შესაძლებელია. და მეოთხე, იყოს უაღრესად მკაფიო და ადვილად შესასრულებელი პროცედურული რეგულაციები, რომელიც დაეხმარება როგორც მშობელს, რომელსაც აპრიორი უყვარს თავისი შვილი, ამაზე კითხვას არავინ არ სვამს, როგორც პედაგოგს, რომელსაც ასევე კეთილი მიზნები აქვს და როგორც ნებისმიერ სხვას, რომელსაც არ აქვს განზრახვა, რომ ტანჯოს ადამიანი, მისცეს შესაძლებლობა დარჩეს ადამიანად და მისცეს იმ ბავშვებს შესაძლებლობა იყვნენ ბედნიერები და გააგრძელონ ცხოვრება ძალადობის გარეშე. აი ამას ეხება ჩვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება დაიწყებს და უმოკლეს ვადაში ეფექტურად დაარეგულირებს ამ საკითხს. ძალიან დიდი მადლობა.